დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ, საზოგადოებრივად აქტიურმა პირმა, როგორ შეიძლება გუბერნატორის შემოთავაზებაზე შეხვდეთ და ვისაუბროთ, უარი განაცხადოს. ნამდვილად არ მესმის და მე თქვენი დახმარების იმედი მაქვს, რომ მაშინ გავაკეთებ. ჩვენი შეხვედრა მართლაც იყო დაგეგმილი. გორის სახალხო დარბაზის და პრეზიდენტის რწმუნებული შიგაკაცში. გამიგვირდა, როდესაც გუშინ გავიგე და საამოსკენ თუ ვწდები, რომ შეხვედრაზე არაფერს არ არის მოსვლას, ამ ჯგუფიდან ასე. მიზეზი უცნობია. ჩემი თხოვნა იყო, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო არა იმ ფორმატში, როგორც გუბერნატორი შეხვდა საკრებულოსთან არსებულ დარბაზს. არამედ აქ ჩვენთან შეხვედრაზე თავისი გუნდით მობრძანებულიყო მოადგილეებთან ერთად. მე რაც ვნახე, თქვენი მასალა იყო დადებული, მე თქვენ მასალას გავეცანი. თუნდაც ის, რომ თავიდან დაიხურა ეს შეხვედრა, ან დახურვის მცდელობა იყო, რომელი უფრო შეესატყვისება იმ მდგომარეობას. არც ეგ არ მომეწონა, მით უმეტეს რომ ჩემი აზრით იქ დასახული და დასამალი არაფერი არ მოხდა. პირიქით, მე მის ადგილზე მაქსიმალურად გავხსნიდი, ესე თქვა, ამ შეხვედრას. მეორეც აი ესეთი მონოლოგის ფორმატში და რაღაც ვინდის ფესტივალებზე და რაღაც კონცეფციებზე კიდევ საუბარი მე ჯერ იმდენად არ აქტუალურად მიმაჩნია, რამდენადაც ჯერ ჩვენი შედეგების აღმოფხვრაზე უნდა ვიმუშაოთ, რა შედეგებიც მოიტანა ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანმა მმართველობამ საქართველოში. იმ უარყოფითი შედეგების აღმოფხვრაზე უნდა ვიმუშაოთ. თქვენ მოიხსენებათ, აი ზუსტად ჩვენი ისტორიის შეხვედრა ამას ემსახურებოდა, ერთი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ მასწავლებლებთან და მეორე შეხვედრა ყოფილ პოლიტპატიმრებთან. ეს იყო აი ეს იმ შედეგების ლიკვიდაციის მცდელობა, რა შედეგებიც ასე ვთქვათ კიდევ ვიმეორებ ნაციონალურმა მოძრაობამ მოიტანა და რისი ასე ვთქვათ რომელი ორგანიზაციის წარმომადგენელიც არის ბატონი ბარნოვი ჩვენ და სამწუხაროდ. იცით რა, მე გაცხადება რომ წავიკითხე, იქ ეწერა ასე რაღაცა ობიექტური მიზეზების გამო არ შევხვდებით. რა არის ობიექტური მიზეზები და კონკრეტულად გაიქნებოდა ჩვენ ვართ საზოგადოების წარმომადგენლები, ჩვენ დარბაზში არიან საზოგადოების წარმომადგენლები და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად პოლიტიკური ასე ვთქვათ პოზიციები კი არ დავაფიქსიროთ, არამედ უფრო საზოგადოების განწყობა გამოვხატოთ. აქედან გამომდინარე უმრავლესობამ გადაწყვიტა რომ ეს შეხვედრა ამ ეტაპზე არ შემდგარიყო. ზოგადად არ შემიძლია ვარაუდო არის რომ არის არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელსაც პრობლემა აქვს დისკუსიის შეხვედრის, ხო? არანაირი კომუნიკაციის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ რამოდენიმე ძალიან საინტერესო შეხვედრა გავმართეთ. მოკლედ რომ ვთქვათ, საქმე არა გაქვთ გუბერნატორთან. ჯერჯერობით ეგრეა. გავრცელებული ამ მოშეხვედრას.